ამ წელს ბოლოს საშინაო მას გავუმართავთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი თამაში, რომელსაც საშინაოდ ვთამაშობთ, ძალიან ბედნიერები ვართ, თორსა გვიწევს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვაქვს იმის მიუხედავად, რომ ძალიან პროცენტულად ძალიან ცოტა შანსი გვაქვს რომ გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ გეგმავთ რომ ამ თამაშნავე დავიწყოთ უკვე მომზადება შემდეგი წლისთვის. წინა შეკრებაზე რომ ისე ჩამოვედი რომ არ ვიყავი 100% მზად, იმიტომ რომ რაღაც ტრავმები მქონდა, მაგრამ ნაკრებისთვის ვცდილობ ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯო, იმიტომ რომ ჩემი ხალხისთვის თამაში და ჩემი გუნდელებისთვის თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებ მათთვის, როგორც არ უნდა ვიყო მზად და ვფიქრობ ეხლა უკეთ ვარ ჩამოსული იმ თვალსაზრისით რომ არანაირად არაფერი არ მაწუხებს და მაქსიმალურად ვეცდები რომ გუნდს დავეხმარო, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ დადებითი შედეგი დასრულდეს თამაში. ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ჩვენთვის არ გამოვიდა ისე როგორც გვინდოდა. ბიჭები მოტივირებულები ვართ, იმიტომ რომ გვინდა რომ გავაკეთოთ მეტი ქვეყნისთვის. არ გამოგვივიდა ესე ვთქვათ წინა თვეში ამის გაკეთება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები და ყველაფერს დავდებთ მოედანზე, რომ შედეგი დავდოთ. რაც შეეხება ბულგარეთს, არანაკლებო რთული თამაში იქნება, იმიტომ რომ სახლში თამაშობენ და შევეცდებით რომ ყველაფერი ისე დამთავრდეს, როგორც ჩვენ გვინდა.